ვურეკავთ ასტროლოგ სოფია ბზეკალავას, რომელიც არაერთი თვის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ ტყუპებისთვის და კირჩხიბებისთვის ფანტასტიკური ერა იწყება. Hello? გამარჯობა, როგორ ახართ? გამარჯობა. იცი რასთან დაკავშირებით გაწუხებთ? მე ვარ ტყუპები და ჩემი მეუღლე არის კირჩხიბი. ძალიან აქტიურად ვუყურებ თქვენს ჰოროსკოპს და ვადევნებ თვალყურს აი ყოველდღიურად და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ორივე. გითხარით რომ აი მაისის თვეშიო მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათო, მაგრამ აი ძალიან ცუდად ვართ ორივე, ყველაფერი დავკარგეთ. არც ახლი, არც კარი, არც მანქანა. რომელი ხარ? რაღაცინას გვიშველი რომელ თვეში ამბობს უთქებთ რო გვითხრა მაისის ჯანდაბას და აი შემდეგი თვეები როგორი გვაქვს გეხვეწები მთვარე გამოიძახეთ ვარსკვლავები რა გვეშველება აი ამ წელს რამე გვეშველება თუ არა რო გვითხრა ლუკა შენ ხარ? არა ლუკა თემო მქვია ვიხუმრეთ და გვეხოხა. არა, მართლა ძალიან სიტუაციაში ვართ ორივე. ერთი ბინა გქონდა მოსკოვის პროსპექტზე 32 კვადრატული და იქიდანაც გამოგყარეს. და როგორი ის ფინანსები, კაი სიყვარულს თავიდანები ამის კარგი. სახლით სახს დავიბრუნებთ. სიყვარულს აღარ დავეცებ. ესე ვერაფერს ვერ გეტყვით. რო ჩახედოთ ვარსკვლავი. ჩავხედა ამისთვის კონსულტაცია უნდა ჩავნიშნოთ ესე. ახლა მაგაში წამაძროთ კიდე ფული აღარ შემილია ყველა ფულს ამტყობს. ახლა მაგაში აკეთოთ ფული ჯერ სახლი დავკარგე 32 კვადრატული. აბა მაინც საბოლოო ჯამში რა მეშველება რამე თუ? კი, გეშველებათ. რომელ თვეში? როცა მოინდომებთ. რა ბედნიერი. აი მე ახლა მიდი დაენდე რა. აი ახლა მიდი დაენდე აი. რომელი ხარ მართლა მაინტერესებს ნომერს ვეცნობ. თემო ვარ, რა ვიცი, როგორ მიცნობთ. ვინ არის თემო? არ ვიცი თემო ვინ არის. თემო რომელსაც ცხოვრება დაუნგრიეთ. მე და თქვენმა ასტროლოგიამ რაც აი ამ ცხოვრებამ არ გვიყო, აი თქვენმა ასტროლოგიამ იმენა გაგვთელა. დედაბუდიანად რომ ხედავ კროსორდებს და ვაფშე აი ასტროლოგიის რამეც აი ბურძგლი მაყრის.